20 საათზე. 14 მილიონი ლარის ზარალი ბიუჯეტს და ფინანსური მაქინაციების გაშიფრული სქემა კომპანია ვიავიტას 4-ვე დამფუძნებელმა ბრალი უკვე აღიარა. დიალიზატორების შესაძენად საჭირო თანხების არასწორი კალკულაცია ხდებოდა. საქმეში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არ ფიგურირებენ. ფულის გათეთრებისა და მიტაცების კრიმინალური სქემა კონტროლის პალატის აუდიტის საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ გაშიფრა. არ არის გამორიცხული გამოძიების დასრულების შემდეგ სკანდალური საქმის მასალები თბილისიდან გერმანიაშიც გააგზავნონ. აღიარებითი ჩვენებების სქემები და ეგრეთ წოდებული ადკატები ნოდარ მელაძე მუშაობდა თემაზე ნოდარ გისმენთ. ფულის კეთების სქემა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლეზე გაიარა. აქ საუბარია ბუნებრივია ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური თანხის დაახლოებით 14 მილიონი ლარის დატაცებაზე, თუმცა კიდევ ერთი მთავარი არის, რომ ადამიანები, ასობით ადამიანი თვეების განმავლობაში ელოდება დიალიზის პროგრამაში ჩართვას, ანუ სახელმწიფოსაგან სამედიცინო დახმარების მიღებას. თუმცა აღმოჩნდა, რომ რეალურად ჯანდაცვის სამინისტროს საკუთარი დაფინანსება აძლევდა იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში მაგალითისათვის 100 პაციენტის გარდა ემკურნალდა კიდევ დამატებით 100 პაციენტისათვის, თუმცა იმის გამო, რომ კონკრეტული ჩინოვნიკები ფულს განკარგავდნენ არასწორად და რეალურად მედიკამენტს ყიდულობდნენ ორჯერ უფრო მაღალ ფასად, ადამიანები რჩებოდნენ სამედიცინო დახმარების გარეშე. ეს არის დიალიზატორი, სამედიცინო მოწყობილობა, რომელიც ყოველდღურად თირკმლის უკმარისობით დაავადებულ ასობით ადამიანს სიცოცხლის შენარჩუნებაში ეხმარება. თუმცა აღმოჩნდა, რომ დღეიდან საქართველოში დიალიზატორებს ახალი დატვირთვაც აქვს. მას კონკრეტული კომპანიები და ბიზნესის წარმომადგენლები ფულის გასაკეთებლად გამოიყენებდნენ. 14 მილიონი ლარი, რომელიც ბიუჯეტმა იზარალა და დიალიზატორები, რომლითაც ექიმების გარდა საქართველოში უკვე სამართალდამცველებიც დაინტერესდნენ. დიალიზატორების საქმე 2007 წლიდან დაიწყო. მაშინ, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს ტენდერში კომპანია ვიავიტამ გაიმარჯვა. ქვეყანა დიალიზის პროგრამაში ჩართული ყოველი პაციენტის მკურნალობისთვის ვიავიტას თვეში 90 ლარს უხდიდა. ამ თანხით სამედიცინო ფირმა საქართველოში დიალიზატორები შემოქონდა, რომელსაც ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად გერმანული კომპანია Freie Newsისაგან 20 ლარად ყიდულობდა. დანარჩენი თანხა კი სამედიცინო მომსახურებას და სხვა ხარჯებს ხმარდებოდა. მოლოდნელად ვიავიტამ ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსების გაზრდა 90-დან 120 ლარამდე მოსთხოვა. წერილი სამინისტროში შევიდა და განსახილველად მინისტრის მაშინდელ მოადგილეს კოკა ფრუიძეს დაეწერა, რომელმაც განხილვის გარეშე მოთხოვნა დააკმაყოფილა და ვიავიტას დაფინანსება გაუზარდა. საქართველოში ჩვენ ყიდულობდით Freie Newsის დიალიზის მასალას 30 ლარად. ეს იგივე მასალა დიალიზატორზე საუბარი, მაგალითად როგორც კალამი რო ავიღოთ, ევროკავშირის ქვეყნებში, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში ღირს 13 ლარამდეა რა, 20 ლარს არა, 13 ლარია. ეჭვ დიალიზის პროგრამისათვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივი ხარჯვის შესახებ პირველად კონტროლის პალატას გაუჩნდა. აუდიტის სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტრო შეამოწმა და დაადგინა, რომ საქართველოს 60%-ით უფრო ზვირად ყიდულობდა დიალიზატორებს, ვიდრე ევროპის ქვეყნები. არასწორი კალკულაციის შედეგად კი საერთო ჯამში ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი არამიზნობრივად დაიხარჯა. ეს თანხა საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოს ყველა იმ მოქალაქის მკურნალობა დაეფინანსებინა, რომელსაც თირკმელზე გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდა. სიანსის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 80 ლარს, რაც 40 ლარით ნაკლებია მოქმედ ფასზე. ფასთან შორის ხოვების გამო 2007-2010 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 14 მილიონი ლარის ზარალი, რაც ჯამში ამ წლებში პროგრამის ბიუჯეტის 25%-ს შეადგენს. 2011 წლიდან პროგრამის დასაბუთებული და ჯეროვანი გაანგარიშების შედეგად ბიუჯეტი პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად დაზოგავს 5 მილიონ ლარზე მეტს. კონტროლის პალატის ეს სკანდალური დასკვნა რამდენიმე კვირის წინ პროკურატურაში გადაიგზავნა. მასალების შესწავლის შემდეგ საგამოძიებო უწყებამ დაადგინა, რომ საქმე ფინანსურ მაქინაციებთან ჰქონდა და კომპანია ვიავიტას 4-ვე დამფუძნებელი დააკავა. დააკავებული და ბრალდებულად ცნობილი არიან შეპესე ვიავიტას დამფუძნებლები კონსტანტინე ჩივჩიური, იოსებ მაისურაძე, მერაბ ანთაძე და დავით ხაბეიშვილი. ხსენებულმა პირებმა გერმანულ კომპანია Fresenius Medical Care-სთან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე სახელმწიფოს დაფინანსებული, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული თირკმლის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალო პროგრამის ფარგლებში მიითვისეს და გაფრანგეს 14 მილიონამდე ლარი. დაკითხვის შემდეგ ვიავიტას დამფუძნებლებმა აღიარეს, რომ ბიუჯეტიდან მილიონები მიითვისეს. დიალიზის პროგრამისათვის განკუთვნილი ფულის დატაცების ორი სქემა არსებობდა: გაბერილი ფასები და ეგრეთ წოდებული ადკატი. დაკავებულები აღიარებენ, რომ ანგარიშ ფაქტურებს აყალბებდნენ და დოკუმენტებში სადიალიზე მასალების ღირებულებას ორჯერ ზრდიდნენ. ჩვენ მოქმედებდით შემდეგი სქემით. ჩამოქონდა შესაბამისი მასალები გერმანიიდან, სადაც ფიქსირდებოდა ხელოვნურად გაზრდილი ფასები. აღნიშნული წლების განმავლობაში შესაბამისი მასალების ღირებულება დაახლოებით 15 მილიონ ლარამდე გადარიცხული არის გერმანიაში, საიდანაც ეგრეთ წოდებული ადკატის სახით ჩვენს მიერ გერმანიაში გახსნილ ანგარიშებზე
ჩვენ გამოგვირიცხვა 2 მილიონ ლარამდე. დიალიზატორების სკანდალური საქმის მთავარი მონაწილეები აღმოჩნდა, რომ მხოლოდ კომპანია ვიავიტას დამფუძნებლები არ არიან. გაშიფრული ფინანსური მაქინაციების შედეგად დადგინდა, რომ ქართულ სამართალდამცველებს საქმე ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ჰქონდათ. ანუ სქემა ასეთი იყო. ბიუჯეტიდან თანხა დიალიზატორების შესაძენად ვიავიტას ერიცხებოდა. ვიავიტა ფულს მსოფლიოში ცნობილ ფარმაცევტულ კომპანია Pfizer News უგზავნიდა. ლეგალური გარიგების შემთხვევაში საბანკო ოპერაციები აქ უნდა შემწყდარიყო. თუმცა აღმოჩნდა, რომ Pfizer News-ი ხელოვნურად გაზრდილ ფასებსა და რეალურ ღირებულებას შორის არსებულ სხვაობას ვიავიტას ქართულ მფლობელებს უნაწილებდა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბატონ ჩივჩიურს ფარული გარიგება ჰქონდა კომპანია Pfizer News-ის ვიცე-პრეზიდენტთან და ოსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის მენეჯერთან. მათი ხელშეწყობითა და დახმარებით ფული ირიცხებოდა გერმანულ საბანკო ანგარიშებზე და მას ოფიციალურ დოკუმენტებში საკომისიო ეწოდებოდა. სინამდვილეში ეს იყო შავი ფულის გათეთრების საკმაოდ აპრობირებული სქემა. ბიუჯეტმა სულ 14 მილიონი ლარი იზარალა. 12 მილიონი არასწორად დათვლილი ფასების გამო და 2 მილიონი ეგრეთ წოდებული ატკატების შედეგად. ფულის ბრუნვა საქართველოში არ ხდებოდა. ანუ გერმანული კომპანია წილს ქართულ პარტნიორებს გერმანიის კომერციალ ბანკში კოტა ჩივჩიურის ანგარიშზე ურიცხავდა. ჩივჩიური კი ფულს ასევე გერმანულ ბანკებში მის კომპანიონებს უნაწილებდა. ანგარიშები ვიავიტას დანარჩენ მფლობელებს დრეზდენ და დოიჩე ბანკებში ჰქონდათ გახსნილი. ხელოვნურად ხდებოდა ინვოისების გაზრდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხებით, რომელიც ირიცხებოდა გერმანიაში, კონსტანტინე ჩივჩიური და ჩვენ ვღებულობდით ატკატის სახით 10-დან 20%-მდე. საერთო ჯამში ამ წლების განმავლობაში გადარიცხული არის დაახლოებით 15 მილიონი ლარი. ვიავიტა წლების განმავლობაში ქართული ბაზრის 80%-ს დიალიზატორებით ამარაგებდა. დანარჩენ 20%-ს კი სხვა კომპანიები აკონტროლებდნენ. მათ იგივე ხარისხის პროდუქცია ვიავიტაზე ორჯერ უფრო იაფად შემოქონდათ, ანუ 30-ის ნაცვლად 15 ლარად. თუმცა კითხვა, რატომ იხდიდა მთავრობა ორჯერ მეტს მხოლოდ 3 წლის შემდეგ გაჩნდა. თემაზე მუშაობის დროს ბუნებრივია გაჩნდა კითხვა, როგორ ჩაიხლართა ეს ფინანსური მაქინაციის სქემა. დღეს ჩვენ გავარკვიეთ, რომ კონსტანტინე ჩივჩიური ადამიანი, რომელმაც შექმნა ამ მაქინაციების სქემა, თავის დროზე იყო ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე. სწორედ მაშინ მოახერხა მან ამ ბიზნესში საკუთარი ფესვების გადადგმა და მოგვიანებით კი ამ კომპანიონებთან ერთად დაარსა კომპანია, რომელმაც საქართველოს ბაზრის 80% დაიკავა. და კიდევ ერთი მთავარი დეტალი. როდესაც იზრდება ამა თუ იმ პროდუქტზე ფასის ღირებულება, ბუნებრივია ჩდება დღის წესრიგში კითხვა, რატომ არ ეშინოდათ ამ შემთხვევაში გაყალბებული დოკუმენტების ავტორებს, რომ გაიზრდებოდა საბაჟო მოსაკრებელიც. საქართველოში მედიკამენტების შემოტანის დროს თუ ეს მედიკამენტები არის სპეციალური ჯანდაცვის პროგრამის შემადგენელი ნაწილი, ეს პროდუქტები არ ექვემდებარება განბაჟებას. სად წავიდა ის 2 მილიონი, რომელიც ეგრეთ წოდებული ატკატის სახით მიიღეს კომპანია ვიავიტას მფლობელებმა და როგორ მოხდა ამ ფულის გათეთრება. ამ თემაზე დღეს ჩემმა კოლეგამ ქეთი ქაშაკაშვილმა ისაუბრა, რომელიც ქრონიკის მთავარი ამბების სტუდიიდან ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვერდება. ქეთი, ატკატები, ეგრეთ წოდებული ატკატები და ფასთა გაზრდის შედეგად მიღებული მოგება იყო თუ არა ერთადერთი დანაშაული, რომელიც საქმეზე მუშაობის დროს გამოიკვეთა? ეგრეთ წოდებული ატკატი და კორუფციული სქემა არ ყოფილა ერთადერთი მიზეზი იმისა, რის გამოც კომპანია ვიავიტას დამფუძნებლები დააკავეს. ვიავიტას კლინიკების შემოწმებისას გაირკვა, რომ გაყალბებული იყო პაციენტთა ვიზიტების რაოდენობაც. ანუ ოფიციალურ დოკუმენტაციაში ნაჩვენები იყო იმაზე ბევრად მეტი ვიზიტი, ვიდრე ეს ოფიციალურად იყო დაფიქსირებული. ეს არის კლინიკა ბათუმში, რომელიც ეგრეთ წოდებული ატკატით აშენდა. ვიავიტას ხელმძღვანელობამ ატკატის სახით მიღებული 2 მილიონის გათეთრება დიალიზის კლინიკის აშენებით გადაწყვიტა. მიზნის განსახორციელებლად კი გერმანულ კომპანია Pfizer News-თან ფიქტიური ხელშეკრულება გააფორმა. ქალაქ ბათუმში კლინიკის მშენებლობისათვის მათ ფიქტიური ხელშეკრულება გააფორმეს გერმანულ კომპანია Fresenius Medical Care-თან, თითქოს და ეს უკანასკნელი შეფასე ვიავიტას ფინანსური დახმარების სახით აწვდიდა უპროცენტო სესხს 600,000 ევროს ოდენობით. სინამდვილეში ეს იყო მხოლოდ ფიქსია. რეალურად კი კონსტანტინე ჩივჩიური მის მიერ ეგრეთ წოდებული ატკატის სახით მიღებულ თანხებს შავ ფულს აძლევდა კანონიერ სახეს. კომპანია ვიავიტა 2002 წელს დაარსდა. მისი პარტნიორი გერმანიაში კარგად ცნობილი კომპანია Pfizer News-ია. ქართულ-გერმანული თანამშრომლობა ვიავიტას დიალიზის ცენტრში შესვლისთანავე ჩანს.
ზუსტად 4 წლის წინ ვიავიტამ თბილისში დიალიზის ცენტრი გახსნა, სადაც დიალიზის ერთი კურსის ღირებულება 121 ლარია. 1 წლის განმავლობაში მკურნალობის ღირებულება ზუსტად 31 ლარით გაიზარდა. თუმცა ეს ფული მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესებას არ მოხმარდა. თითო დიალიზი არის 4 საათიანი, პაციენტები დადიან კვირაში 3ჯერ დღე-გამოშვებით და შეძლებს დაგვარად, რაც მათ სჭირდებათ, უზრუნველყოფა ხდება მედიკამენტების თვალსაზრისითაც. 121 ლარიღის ერთი დიალიზის სეანსი, მაგრამ კონკრეტულად რა ჯდება სახელმწიფო პროგრამის მიხედვით ერთი ავადმყოფის შენახვა, ამაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს. ეხლა ნაღდათ არ ვიცი რაღაც ეხლა ერთი დიალიზი. როცა დრო იყო ვიხდიდი 90 ლარს. ეხლა არ ვიხდი, ეხლა პროგრამაში ვარ და არ ვიხდი მე. როგორც გაირკვა დიალიზატორებზე, რომლებსაც სახელმწიფო ვიავიტასგან ყიდულობდა, ფასი ხელოვნურად იყო გაზრდილი. ვიავიტას გარდა დიალიზატორების შემომტანი ქართულ ბაზარზე კიდევ რამდენიმე კომპანიაა. ერთ-ერთი მათგანი არის კომპანია ჯანი, რომელიც დიალიზატორებს გერმანული კომპანია ბიბრაუნისგან ყიდულობს. თუ ვიავიტას შემოტანილი დიალიზატორი 30 ლარი ჯდებოდა, კომპანია ჯანს იგივე დიალიზატორი 15 ლარად შემოჰქონდა. ძირითადი ნაწილი, რაც ამ ღირებულებაში აღდგეს, ეს არის დიალიზატორი, რომელიც რაღაც ჩვენი ღირებულება დაახლოებით ის იყო 15 ლარი, რაც ჯდებოდა ჩვენთვის. მე შესაბამისად უკვე რაოდენობიდან გამომდინარე, მიწოდების პირობებიდან, გადახდის პირობებიდან გამომდინარე, ეს მე უკვე საბოლოო ჯამში უკვე კლინიკებთან იყო დადებული კონტრაქტები. დღევანდელი უბრალოდ ევროს კურსის მიხედვით, თუ ვიმსჯელებთ, აი დღეს მოხდა გორის სამხედრო ჰოსპიტალზე მიწოდება. ერთი დიალიზის სახარჯი მასალის ღირებულებამ შეადგინა 37 ლარი. კომპანია ვიავიტას დამფუძნებლები დააკავეს. კორუფციულმა სქემამ, რომელიც გერმანულ კომპანიასთან შეთანხმებით განხორციელდა, ქვეყანა დაახლოებით 14 მილიონი ლარით აზარალა. Fresenius Medical Care ეგრეთ წოდებულ ინვოისებში ხელოვნური გაზრდით ფასად გვაწვდიდა სადიალიზე მასალებს, რომელშიც გათვალისწინებული იყო ეგრეთ წოდებული ათკატი 10-დან 20%-მდე, რომელიც ხდებოდა გენერალური დირექტორის ანგარიშზე გერმანიაში გახსნილი ბანკის ბარათის მეშვეობით. კომპანიას 2006 წლიდან დღემდე გადარიცხულს დაახლოებით 15 მილიონამდე ლარის ოდენობის თანხა, 15 მილიონი ლარის პროდუქცია აქვს შემოტანილი და აქედან დაახლოებით მიღებული გვაქვს მე და ჩემს კომპანიონებს 2 მილიონამდე ლარი ეგრეთ წოდებული ათკატის სახით. 8 წლიანი გამოცდილება და დაპატიმრებით დასრულებული ბიზნეს საქმიანობა. არ არის გამორიცხული დაკავებულებთან საპროცესო გარიგება გაფორმდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ისინი ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზარალს სრულად აანაზღაურებენ.